1960-იანი წლების დასაწყისში ქართულ თეატრში, ისევე როგორც ლიტერატურასა და ზოგადად კულტურაში, ექსპერიმენტებისა და განახლების პერიოდი დაიწყო. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა ეგრეთ წოდებულ დათბობას, როცა საბჭოთა სისტემა გადატვირთვის რეჟიმზე გადავიდა და ცენზურა და რეპრესიები შეარბილა. ამ კულტურულ ატმოსფეროში გამოჩნდა გიორგი ნახუცრიშვილის პიესა ჭინჭრაკა, ნაწარმოები, რომელიც აერთიანებს ზღაპრულ ფენტეზის და პოლიტიკურ ალეგორიას. ერთი შეხედვით, პიესა გავს ჩვეულებრივ ჯადოსნურ ისტორიას პრინცესაზე, მამაც ახალგაზრდა გმირზე და ბოროტ დევზე. თუმცა ზედაპირის მიღმა ძალაუფლების, ტირანიისა და ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვის ამბავი იმალება. ფენტეზის და პოლიტიკური სიმბოლიზმის ეს ნაზავი თანამედროვე ქართული დრამატურგიის მნიშვნელოვანი გარდამტეხი წერტილია. ჯადოსნური სახეების, ფოლკლორული მოტივებისა და სიმბოლური პერსონაჟების მეშვეობით ნახუცრიშვილმა ტრადიციული ზღაპარი თანამედროვე საზოგადოებაში სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების ასპარეზად აქცია. ჭინჭრაკასაც მეძახილი ამბავი ვითარდება ზღაპრულ სამეფოში, რომელსაც ოდესღაც მშვიდობიანად მართავდა ბრძენი მეფე. მმართველს ორი შვილი ჰყავს, მეფისასული მზია და უფლისწული ლაშა. სამეფოში შედის უღრანი ტყე, რომელიც დასახლებულია ცხოველებით, დათვით, გელით, მელათი და ტურათი. იდილიური სამყარო ინგრევა, როდესაც სამეფოს ხელში ჩაიგდებს ბაყბაყდევი, გიგანტური ურჩხული. მეფე ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლაში მარცხდება. მას შემდეგ, რაც მას საკუთარი ვეზირი ღალატობს. შიშარა უფლისწული ლაშა ვერ ახერხებს სამეფოს დაცვას. სიკვდილამდე მეფე ახერხებს თავისი შვილის მზიას ტყეში გახიზვნას ტირანისგან თავის დასაღწევად. იქ ის ხვდება ღარიბ, მაგრამ ჭკვიან სოფლელ ბიჭს სახელად ჭინჭრაკას. მათ საბოლოოდ შეუყვარდებათ ერთმანეთი, ერთობლივი ძალისხმევით ისინი დევის დასამხობად სახიფათო მისიას წამოიწყებენ. გამბედაობით, გამჭრიახობით, ჯადოსნური ძალების დახმარებით ისინი ხელში ჩაიგდებენ დევის ჯადოსნურ ნივთებს და საბოლოოდ დაამარცხებენ მას. სამართლიანობა აღდგება და სამეფო თავისუფლდება ტირანიისგან. მართალია, ეს ცენტრალური სიუჟეტური ხაზი ზღაპრის კლასიკურ სტრუქტურას მიჰყვება, მაგრამ პიესაში ასევე გვხვდება იუმორისტული მეორეული სიუჟეტი ან ქვესიუჟეტი, რომელიც ტყის ცხოველებს ეხება. ეს ცხოველები ძირითადად გულგრილი არიან პოლიტიკური კრიზისის მიმართ, რაც სამეფოში ხდება და სიმღერის კონკურსისთვის მზადებით არიან დაკავებული. მათი კომიკური ქცევა სატირულ კონტრასტს ქმნის სამეფოში მიმდინარე სერიოზულ ბრძოლასთან. ჭინჭრაკას პერსონაჟები ფოლკლორის ნაცნობ არქეტიპებს მიჰყვებიან და ამავდროულად სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებენ. ჭინჭრაკა მთავარი გმირია, ტრადიციული უფლისწულებისგან განსხვავებით, რომლებზეც მოგვითხრობს ხოლმე ზღაპრები, ის თავმდაბალი სოფლელი ბიჭია, რომლის ძალა უკავშირდება არა ძალაუფლებას და სტატუსს, არამედ გამჭრიახობას და გამბედაობას. ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც მზადაა შეებრძოლოს ტირანიას თავდადებით და გონიერებით. მეფისასული მზია იმედისა და მორალური სიმტკიცის სიმბოლოა. მართალია, პიესის დასაწყისში ის ტყეში დამალული ლტოლვილი სტატუსის მქონე პერსონაჟია, მაგრამ ის უარს ამბობს ბოროტების მიერ მართულ სამყაროსთან შეგუებაზე. ჭინჭრაკასთან მისი ალიანსი იმ იდეას ასახავს, რომ თავისუფლება მოითხოვს თანამშრომლობას და საერთო საქმისადმი ერთგულებას. ბაყბაყდევი მთავარი ანტაგონისტია და განასახიერებს უხეშ ძალას, ავტორიტარულ ძალაუფლებას. მისი მმართველობა დიქტატურისა და ჩაგვრის სიმბოლური გამოხატულება. დევი ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ინტელექტუალურად შეზღუდული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტირანიის საფუძველი ძალადობაა და არა სიბრძნე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ამირანი, ლეგენდარული მიჯაჭვული გმირი, რომელიც წინააღმდეგობას და თავისუფლებას განასახიერებს. ჭინჭრაკა და მზია ცდილობენ მის გათავისუფლებას, რადგან მხოლოდ ასეთ ძლიერ ფიგურას შეუძლია დევის დამარცხება. ტყის ცხოველები საზოგადოების მეორე მხარეს წარმოადგენენ. მათი გულგრილობა პოლიტიკური ბრძოლის მიმართ თვითკმაყოფილებასა და სოციალურ პასიურობაზე მიანიშნებს. უსამართლობასთან დაპირისპირების ნაცვლად ისინი ტრივიალურ საზრუნავზე არიან კონცენტრირებული. ამ პერსონაჟების მეშვეობით პიესა საზოგადოების სიმბოლურ რუკას ქმნის: ტირანია, წინააღმდეგობა, გულგრილობა და გათავისუფლების იმედი. ჭინჭრაკას ცენტრალური თემაა სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიული ბრძოლა. ეს თემა ფენტეზის ლიტერატურაში ხშირია, სადაც ჯადოსნური სამყაროების მეშვეობით ხშირად სიმბოლური ფორმით აისახება მორალური კონფლიქტები. თუმცა პიესა ამ კონფლიქტს რამდენიმე განსხვავებული გზით ავითარებს.
დევი დესტრუქციული პოლიტიკური სისტემის სახეა, რომელიც სახელმწიფოს შიშისა და ძალადობის გზით აკონტროლებს. ამ რეალობის მითიური ნარატივის შენიღვით დრამატურგი ახერხებს ავტორიტარული სისტემის კრიტიკას, პოლიტიკური ცენზურის მიმართ პირდაპირი დაპირისპირების გარეშე. მოთხრობა ხაზს უსვამს, რომ თავისუფლება მხოლოდ ერთი გმირის ბრძოლით არ მიიღწევა. უფრო მეტად ის კოლექტიური ძალისხმევის შედეგია. ჭინჭრაქამ, მზიამ და სხვა პერსონაჟებმა ერთად უნდა იმუშაონ ტირანიის დასამარცხებლად და სამართლიანობის აღსადგენად. კიდევ ერთი ცენტრალური თემა სიყვარულია. ჭინჭრაქასა და მზიას შორის ურთიერთობა მხოლოდ რომანტიკული არ არის. ის არის ერთგულებაც, გამბედაობაც, პიესის ინტერპრეტაციების თანახმად ეს სიყვარული იქცევა მორალურ ძალად, რომელიც სიკეთეს ბოროტებაზე გამარჯვების საშუალებას აძლევს. ცხოველების გულგრილობა სამეფოში არსებული მძიმე მდგომარეობის მიმართ სოციალური აპათიის კრიტიკაა. ამ ქვესიუჟეტის კომიკური ხასიათი მაყურებელს შეახსენებს, რომ უსამართლობის უგულებელყოფა ტირანიის აყვავების საწინდარია. მართალია ჭინჭრაქა ტრადიციულ ზღაპარს წააგავს, მაგრამ მას უფრო ზუსტად შეიძლება პოლიტიკური ფენტეზი უწოდოთ. პიესა აერთიანებს ჯადოსნური ზღაპრისთვის დამახასიათებელ ამბავს და თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკურ რეალობებზე ალეგორიულ კომენტარებს. ფენტეზის ელემენტები მთელ პიესაში ჩნდება: ჯადოსნური საგნები, ზღაპრული არსებები თუ ტრანსფორმაციები. ეს მახასიათებლები ტიპურია ფენტეზის ლიტერატურისთვის, სადაც ზებუნებრივი ელემენტები ხელს უწყობს წარმოსახვითი სამყაროების შექმნას, რომლებიც საკუთარი წესებით იმართება. ამავდროულად პიესა დიდწილად ეფუძნება ქართულ ფოლკლორს, ისეთი მოტივები, როგორიცაა მაგალითად დევი, ამირანი და ჯადოსნური ფრინველები ან ფრინავი ხალიჩები, არაერთი კულტურული ტრადიციის ზღაპრებიდან მომდინარეობს. ამ ელემენტების თეატრალურ ნარატივში ინტეგრირებით გიორგი ნახუცრიშვილი თანამედროვე პოლიტიკურ თემებს უძველეს კულტურულ სიმბოლოებთან აკავშირებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტილისტური მახასიათებელია კარნავალურობა და გროტესკული იუმორი. პერსონაჟები ატარებენ ნიღბებს, იცვლიან ვინაობას და მონაწილეობენ წარმოდგენებში. ეს თეატრალური ხერხები ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას ცოცხალ და წარმოსახვით სანახაობად გარდაქმნის. ერთი შეხედვით ჭინჭრაქა მომხიბვლელი ზღაპარია, რომელიც სავსეა მაგიით, თავგადასავლებითა და იუმორით. თუმცა მისი ხალისიანი გარეკანი მხარის მიღმა იმალება ძლიერი ალეგორია თავისუფლების, წინააღმდეგობისა და ზნეობრივი სიმტკიცის შესახებ. ფოლკლორის, ფენტეზისა და პოლიტიკური სიმბოლიზმის შერწყმით გიორგი ნახუცრიშვილმა შექმნა პიესა, რომელიც როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს მიმართავს. მისი გმირები მაყურებელს ახსენებენ, რომ ყველაზე ძლიერი ტირანის დამარცხებაც კი შესაძლებელია ინტელექტით, ერთიანობითა და მონდომებით. შექმნიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც კი ჭინჭრაქა ქართული დრამატურგიის მნიშვნელოვან ნაწარმოებად რჩება. ის აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ფენტეზის გამოყენება არა მხოლოდ გასართობად, არამედ საზოგადოების, ძალაუფლებისა და ადამიანის მიერ სამართლიანობის მუდმივი ძიების შესახებ სიღრმისეული ჭეშმარიტებების გამოსავლენად.